დღეს 29 აპრილია მეგობრებო 2 წლის წინ ოცნებამ საკუთარი მომხრეები შეკრიბა და მახსოვს მაშინ ვიდეო ჩავწერე ევროტრიაფკის საკიცინებლად შეკრიბა ნახოთ ერთი თუ გადაყრით ამ ტრიაფკებს თუ ერთი წლით მანამდე კიდე 30 აპრილი ქონდა ოცნებას და რატო წერ ახლა ამ ვიდეოს ჩვენმა ბრძოლამ გარყვნილების პროპაგანდის წინააღმდეგ გამოიწვია ის რომ ოცნება იძულებული გახდა 23-ში 30 აპრილი მოეწყო და 24-ში 29 აპრილი ამათმავლობის მაგივრად კაცობაზე დაეწყო ლაპარაკი ტრანსგენდერობის პროპაგანდის მაგივრად ეროვნულ ინტერესები ეხსენებინა ხოლო სადღაც ევროსოდომიაში გაწერიანების მაგივრად სუვერენიტეტზე საუბარზე გადასული ისინი ამით კი არ შეიცვალნენ მეგობრებო რა თქმა უნდა უბრალოდ მოერგნენ ახალ რეალობას და ეს რეალობა შექმნა კონსერვატიულმა ფლანგმა მებრძოლის სულისკვეთების ადამიანებმა დღეს მეგობრებო გვაქვს ახალი რეალობა ბიძინა ივანიშვილი თავისი გუნდით გვიყიდის ქართული მიწებს ფულს აკეთებენ და მალე თუ ასე გაგრძელდა საქართველო აღარ იარსებებს როგორც ესეთი სახელმწიფო რომელიც საუკუნეების მანძილზე ჰქონდა სამშობლო არამედ აქ ქართველი სტუმრად იქნება ჩვენ გადავდივართ ახალ ბრძოლის ეტაპზე ვართ გადასულები ჩვენ აღარ გვიწევს უკვე გეი აღულმების წინააღმდეგ აქტივობები უკვე 2 წელიწადია 29 აპრილისა და მანამდე 30 აპრილის გამო აღარ გვიწევს კანონი მიიღეს გეი პროპაგანდა აკრძალეს ხო და ახლა უკვე ქართული მიწის გაყიდვა უნდა ავაგრძალიოთ ჩვენ მეგობრებო თუ ვიაქტიურებთ ქართული ოცნება მოაწყობს კიდე ახალ 29 აპრილს და შემდეგი ლოზუნგებით ჩვენ არ გვინდა ამდენი მიგრანტი ქართველები საქართველოს მხოლოდ ქართველების უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა და ასე შემდეგ ასე რომ მეგობრებო მინდა მოგმართოთ ჩემო თანამებრძოლებო ბრძოლას აქვს აზრი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ოცნებას და მის მომხრეებს ასეთი ლოზუნგებით დავაწყებინოთ მოძრაობა მიგრანტების წინააღმდეგ ვართ ჩვენ ვიბრძვით ქართული საქართველოსთვის და მსგავსი რაღაცა ღმერთმა დალოცვილი გამყოფოთ გაგახარ და გაგაზიაროთ ღმერთმა ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი დაგლოცოთ უფალმა